ამბების სამეგრელოს შუაგულიდან თეა შონიასთან ერთად. ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართა საარჩევნო უბანს და მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ახალ ამბებს რადიო თინათის ეთერში მე თია შონია გაგაცნობთ გამარჯობა. ასოციაცია ათინათმა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ზუგდიდის მერიასთან თანამშრომლობით დღეს პროექტი Live Georgia's ფარგლებში დასაქმების ფორუმი მოაწყო. ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ 40-მდე ადგილობრივი კომპანია, რომლებმაც არსებულ ვაკანსიებს და მისთვის სასურველი კადრები შეარჩიეს. მაშინ მონაწილეობის მისაღებად კი WorkNet.gov.gz დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსურველი. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე ღებულობდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კობასონ ღულაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტს საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით Live Georgia ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ACFG ფონდი მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ ლიდერობით ორგანიზაციათა კონსორციუმი ახორციელებს. ეს ორგანიზაციებია ფონდი მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ, ასოციაცია ათინათი და ასევე სამთავრობო ორგანიზაციების სამხარეო განვითარების მომავალი საქართველოს განათლება დემოკრატიისთვის, საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი და სამართლებრივი დახმარება საქართველოს. პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევა, ის სამეგრელოში და ასევე შიდა ქართლში ხორციელდება. პარლამენტი დღეიდან მთავრობის იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონის თანახმად საარჩევნო უბანზე კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა, სხვაგვარი ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, რომელიც ჯარიმით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. თუ იგივე ქმედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ან ის დენილია ჯგუფურად თავისუფლების აღკვეთის სანქცია 3-დან 2-მდე და 5 წლამდე ვადით არის განსაზღვრული. ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია ასევე სანქციების გამკაცრება ისეთ დანაშაულზე, როგორიც არის ცემა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. გამონაკლისის შემთხვევაში პოლიციის მუშაკებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლება შეიძლება მიეცეთ. გაზპრომმა ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტ საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ, როგორც გაზპრომის განცხადება შენათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაზპრომის პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია გაზკოს კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი. კონტრაქტის თანახმად მიმდინარე წელს გაზპრომი კომპანია გაზკოს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს. კონტრაქტის მოქმედების ვადა არის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ნატომ და ევროკავშირმა საქართველოს მიატოვა მსათავრით აქვეყნებს ვაშინგტონ პოსტის სტატია საქართველოზე. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვარშავაში ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი არ იხილება. ავტორი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნატოს გაფართოების შესახებ საუბარი დეკემბერში გაიმართება, თუმცა საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის. სტატიაში ნათქვამია, რომ ნატოსგან განსხვავებით საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდა, რომ მან ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა მიუხედავად ამისა საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესი შეაჩერეს. დღეს ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ყველაზე ხალხმრავალ ადგილას გაიმართა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ღონისძიება. ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება წაეკითხა მისთვის საყვარელი ეპიზოდები პოემიდან. ბულვარში გამოიფინა როგორც სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა თემატური ნამუშევრები, ასევე ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტის ქართული კალიგრაფია 2016 მონაწილეთა ნამუშევრები. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დრამატული წრის აღსაზრდელები და ბიბლიოთეკის მკითხველებმა აგრეთვე წაიკითხეს ეპიზოდები ვეფხისტყაოსნიდან. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორულმა ანსამბლმა მახარიამ რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულა. ახალი ამბები რადიო თინათის ეთერში მე თია შონიამ გაგაცანით დროებით. ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები რადიო ათინათის ეთერში დილის 10-დან საღამოს რვამდე ყოველ სულ საათზე. მოისმინეთ ამბები სამეგრელოს შუაგულიდან.